2018 წლის Rap Battle-ის გამარჯვებულთან პელესთან მოვედით სტუმრად, როგორც გავიგეთ, ძალიან ბევრი კარგი სიახლე აქვს და გავიგოთ ესეთ რა კარგი სიახლეები აქვს. Რაღაცა მივარდა თავში, იმიტომ რომ რატო არა, თავზე დიდი წარმოდგენა მაქვს, იმიტომ რომ რატო არა, ხელზე 2 საათი მიკეთია, იმიტომ რომ რატო არა, ყველა კითხვაზე რატო, პასუხია რატო არა. ყველაფერზე ეგრე მაქონდა რაღაცას რატო ვაკეთებ და რატო არ უნდა გავაკეთო. ანუ რამოდენიმე ის მქონდა ეტაპი რა, თავიდან სადღაც 2007 წელს პირველი ტექსტი დავწერე მახსოვს ინგლისურად და იყო კალათბურთზე. დღემდე არ უყურებ კალათბურთს, მაგრამ რატომღაც ჩავთვალე რომ რეპერული საქციელი იყო. აქამდე მოსასვლელად მეყო 1 წელი, ამ ბარგის სათრევადაც მეყო 1 წელი. დედაშვილს აჩუქე სამსახურში რაღაც დიქტოფონი იყო, პატარა კასეტა იდებოდა და მაგაში უწერდი ხოლმე რაღაცებს და მე მოხდა კიდე სადღაც 2010 წელს The Game-მა გამოუშვა ალბომი ერთი Red Album ესე ერქვა და აი დავამუღამე რომ ეს მინდა რომ ვაკეთო თქო რა და მე ვწერდი უკვე აპდეიტი იყო ლეპტოპი მქონდა და ანუ ლეპტოპს რაღაც თავის მიკროფონი რო აქვს იმაში ვწერდი რა პირველად დედაჩემისგან გავიგე რომ ისაო ბიტს ცდებიო რა ანუ ეს ის პერიოდი იყო როცა ანუ ბიტს კი არ ცდებოდი უბრალოდ არ ვიცოდი რომ უნდა ავყოლოდი მუსიკას ეგ პერიოდი იყო ეხლა ჩაგიდებ მე იმიტომ რომ ვერ გათვალე ჩემი გადისთვის მაღალი რისკი და ჩათვალე რომ ეს ბეთლი შენთვის სამეგრელოა იმიტომ რომ გელოდება მაგარიც კი პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რა ვიცი, ალბათ ბეთლში მისვლა იყო რა. არ მანამდეც, ანუ ესე ვთქვათ, რაღაც ხალხის რაღაც ნაწილი მიცნობდა რა. მაგრამ ესე ფართოდ არა. ბეთლზე რამ განაპირობა შენი მოგება? ჩემი მოგება განაპირობა ალბათ იმან, რომ ვაკეთებდი ისე, როგორც კეთდება ეს და არა რაღაც ქართული კომპლექსებით რა. ანუ უმეტესობას ჰქონდა ის კომპლექსი, რომ ანუ ამას ვერ გაიგებენ. რამოდენიმე ადამიანი იყო, ვისაც ესმოდა, რასაც ვამბობდი, რაც მთავარია ჟიურის ესმოდა და მაგაში გამიმართლა, რომ კომპეტენტური ჟიური იყო იქ და საერთოდ არც მიფიქრია, რომ რახან არ ესმოდათ, შემეცვალა ეს რა და ფინალში უკვე უსწავლიათ რა და იქ გაიგეს ყველაფერი. რამდენი გისმენეთ, რამდენი გიყურეთ და სანამ მოგცემთ ჩანს, უკვე იქამდე გვიმტყუნე. არც ამერიკაში და არც ჩვენთან არავის არ უნდა შენი შავი ეგო, გაქ რითმების მანქანა, მაგ მანქანაში ჩაგაკვალ. პოლუოკერი, გაქ ფულის სტამბა, მაგ სტამბას მოუწყობ ტერორს როგორც შარლი ებდოს. რა უყურებდი უცხოურ რაღაცებს, ძირთადად უფრო მაგ პერიოდში რუსულ რაღაცებს უყურებდი და მინდოდა ხოლმე რომ აი აუ ეს მინდა რომ ქართულადაც იყოს თქო რა ანუ აი ამას რომ ქართულად მოусმინო თქო რა და რახან არავინ არ აკეთებდა მე დავიწყე რა ეგრე გამოვიდა ეხა მოხდა ტრეკი ჩავწერეთ რომელიც გამოვა ძალიან მალე და ესეთი რაღაც მოხდა რომ ანუ ტრეკზე 3 აბსოლუტურად სხვადასხვა ტიპი შევიკარით რა ანუ ვაფშე სხვადასხვა ჰიპ-ჰოპი არის ამივე და ძალიან მაგარი გამოვიდა, იმიტომ რომ სამივემ რაღაც ჩვენი ელემენტები შევიტანეთ და ერთმანეთის იმას მოვერგეთ რა. ალბომის ჩაწერის პროცესი დავამთავრე, როგორც იქნა. და ეხლა დარჩა მიქსინგის მომენტი და ეგეც მალე იქნება, იმიტომ რომ პროფესიონალს აქვს მიბარებული ეგ საქმე. ჩემი ტექსტების ინსპირაცია ეხლა ისე არასდროს არ ვწერ, აი რომ ზიან ერთი კვირა და ფიქრობენ და აი არ მიყვარს აკადემიური მიდგომა რეპის მიმართ რა, რომ ყველაფერი დაალაგებული და დავარცხნილი რომ უნდა იყოს, არ მევასება ეგ რა. ინსპირაციას ამ ძირითადად არ ვეძებ ხოლმე უცბად რომ მოვა დავწერ. ანუ ესე არ ვებძვი ხოლმე. აი დიდად რეპის მსმენელები დიდად არ მისმენენ რა. უფრო დავამღამრო ვევასებათ აი მეტალჰედებს, პანკებს და ეგეთ როჟებს, იმიტომ რომ ანუ ალბათ მეც ახლა მაგ სოციუმში გავიზარდე უფრო ვიდრე რეპერებში რა და უფრო ანუ ქართულ ჰიპ-ჰოპში გაჩნდა მაგათი ესე ვთქვათ წარმომადგენელი ვიღაცა რა. ეხლა გეტყვით რატო არის მაიკთან ბეთლი რთული და რის გამო მიფეთ გავს გული. განა იმიტომ რომ მაგარი MC-ა და ამის გამო ვარ დაფეთებული. უბრალოდ შევკრავ მასალას, არ მინდა რამე ზედმეტი იყოს ჩაკვეხებული, ვისწავლი ტექსტს და 2 დღე არ არის გასული ახალი გაკეთებული.